დღეს მინდა ჩემი ორგანიზაციის სახელით ერთგვარი პოზიცია დავაფიქსირო ეროვნული ბანკის როლზე ლარის კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით, კერძოდ როდესაც საუბარი არის ლარის კურსის ცვლილებებზე და სხვადასხვა ფაქტორებზე გარეთუში და ხშირად ეროვნული ბანკის ქმედებებიც ხდება ხოლმე კრიტიკის საფუძველი, თუმცა ეროვნული ბანკის მმართველობა მოხერხებულად არიდებს თავს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას, იქიდან გამომდინარე, რომ მას ამის შესაძლებლობას აძლევს საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ. მოგეხსენებათ, რომ 2009 წლიდან ეროვნული ბანკი ინფლაციის თარგეტირების, ვთქვათ, რეჟიმის მონეტარული პოლიტიკაზე გადავიდა, ეს იმას ნიშნავს, რომ მან ყოველწლიურად განსაზღვრა მიზნობრივი ინფლაციის დონე, რომელსაც უნდა მიაღწიოს და რაც შეეხება ლარის კურსის ცვლილების საკითხს, ეროვნული ბანკის, ასე ვთქვათ, მთავარი პრიორიტეტებიდან ამოღებული იქნა, ანუ ლარის კურსთან დაკავშირებული თემები ამ ეტაპზე ეროვნული ბანკის პრეროგატივა არ არის. აქ ბუნებრივად იბადება კითხვა, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის აი ამ მდგომარეობიდან გამომდინარე, რამდენად შეესაბამება ის, რომ ეროვნული ბანკის მთავარი ორიენტირი არის მიზნობრივი ინფლაციის თარგეტირება. ეს, ასე ვთქვათ, იმის ნაცვლად, რომ, ასე ვთქვათ, ეროვნული ბანკის მთავარი მიზანი იყოს ფასების სტაბილურობის მიღწევა. აი აქ რო შევადაროთ ეს ორი კომპონენტი ერთმანეთს, ანუ ინფლაციის მიზნობრივი თარგეტირების მიღწევის შედეგად მიღებული სარგებელი ეკონომიკაში და ლარის დევალვაციით გამოწვეული ნეგატიური შედეგი, შეუარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ ლარის დევალვაციის შედეგად გამოწვეული ნეგატიური შედეგები გაცილებით უფრო მეტი არის, ვიდრე ის სარგებელი, რასაც ქვეყნის ეკონომიკა მიიღებდა მიზნობრივი ინფლაციის მიღწევით. დღეს საქართველოს ეკონომიკის წინაშე არსებული პრობლემები ცალსახა არის, ეს გახლავთ მაღალი დოლარიზაციას კოეფიციენტი ეკონომიკაში, იმპორტზე მაღალი დამოკიდებულება, ასევე საგარეო და საშინაო ვალის უცხოურ ვალუტაში დენომინირება, რაც ასევე ართულებს პრობლემას და მწირი საწარმოო რესურსები. აი ამ ფაქტორების გათვალისწინებით ნებისმიერი მცირე ცვლილება კურსის გაცილებით უფრო ცუდი და ნეგატიური შედეგის მომტანი არის, ვიდრე ის, რომ ეროვნული ბანკი იყოს მაქსიმალურად ორიენტირებული მიზნობრივი ინფლაციის მიღწევაზე. სწორედ ამიტომ არის ის, რომ დღეს ლარის დევალვაცია არის საკმაოდ მაღალი და ინფლაცია არის დაბალი. ანუ ეს გამოიხატება იმაში, რომ ლარი უფასურდება, მაგრამ ფასების ზრდა არ არის იმ ტემპით, რა ტემპითაც უნდა შეესაბამებოდეს ლარის გაუფასურების პროცესს. ამ ეტაპზე ასე ვთქვათ, აი ამ ყველაფრის ფონზე საუკეთესო გადაწყვეტა მთავრობის მხრიდან იქნებოდა მთავრობის ეკონომიკური გუნდის მხრიდან იმგვარი ეკონომიკური პოლიტიკის გატარება, რომელიც მიმზიდველ საინვესტიციო გარემოს შექმნიდა ქვეყანაში და ძირითადად ეს არის. მნიშვნელოვანი არის, როდესაც საუბრობთ ეროვნული ბანკის როლზე, გავმიჯნოთ მისი ფუნქციები, რა ევალება და რა არ ევალება. ანუ არ უნდა ხშირ შემთხვევაში ჩვენი ორგანიზაციის მხრიდანაც ძალიან ბევრი კრიტიკა ისმის ხოლმე ეროვნული ბანკის მიმართულებით, მაგრამ კანონმდებლობას თუ გავითვალისწინებს, მას კანონმდებლობა აძლევს ამ ეტაპზე, რომელიც 2009 წელს, ასე ვთქვათ, ესე ფორმულირდა იმის შესაძლებლობას, რომ მან არ იზრუნოს ლარის კურსის სტაბილურობაზე. ამ შემთხვევაში მთავრობამ უნდა გამოიჩინოს უნარი მაქსიმალურად, რომ, ასე ვთქვათ, პროცესები უკეთესობისაკენ დაიძრას. ზოგადად ამ ხადაგიძესთან დაკავშირებით ძალიან ბევრს საუბრობდნენ, რომ ბევრი სამონტაჟით საუბრობდა სხვადასხვა მიმართულებით. მთლიანობაში ან გამოსავალს არ შეხედავდნენ, ან გასაგები ეს რაზეც ისაუბრეთ ახლა, მაგრამ თვითონ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის როლი რამდენად მნიშვნელოვანია იგივე ლარის გაუფასურების პროცესში. მნიშვნელოვანი არის, მინდა გითხრათ, პირდაპირ იქიდან გამომდინარე, რომ მას არ აძლევს, ანუ კანონმდებლობით არ არის იგი ვალდებული, რომ სრული თავისი მონეტარული პოლიტიკა ჩართოს ამ, ასე ვთქვათ, ლარის გაუფასურების პროცესში, ანუ გამოიყენოს თავისი იარაღები, ასე ვთქვათ, მაქსიმალურად, მაგრამ ის რაც თქვენ ახსენეთ, ეს არის ის თემები, რომლებითაც გამოძიება უნდა დაინტერესდეს, მე მგონი, მაგრამ მის იმპიჩმენტის საკითხს რაც შეეხება, მას კანონმდებლობა ანიჭებს იმუნიტეტს გარკვეული პერიოდის განმავლობაში იყოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, მაგრამ თუ რატო არ ინტერესდება იმ საქმეებით, რაც საკმაოდ გახმაურებულია და აგეთ ნახმებით, პროკურატურა ნამდვილად არ ვიცი. კიდე ხომ არ არის, მე მგონია, რომ კიდე ბევრი რაღაცეები არის საკითხი, რაც მე არ ვთქვი ალბათ. ხალხი ანუ არის
კურსის პრობლემასთან დაკავშირებით რომ შეგვიძლიათ რომ შეავსოთ, შეაჯამოთ თვითონ გაუფასურების პროცესი, კიდევ გაუფასურებთ. კი ბატონო. ამდენიმე პუნქტით, ანუ ეს რას უკავშირებთ გლობალურად რომ თან არაფოლდერული ბანკის პოზიციიდან არამედ მთლიანობაში. ანუ საუბრობთ გარე ფაქტორებზე, ინვესტიციების შემცირებიდან ყველას ფიქრობთ რას უკავშირებთ. ბუნებრივია, შეუძლებელი არის ამ ეტაპზე გარე ფაქტორების გამორიცხვა, იმიტომ რომ ჩვენ სოფლიოს ნაწილი ვართ და სოფლის ეკონომიკის შემადგენელი, ასე ვთქვათ, ცვლილებები ჩვენს ეკონომიკაზეც ბუნებრივია გარკვეულწილად ასახვას პოვებს, რაც შეეხება ეროვნული ბანკს და მის, ასე ვთქვათ, ქმედებებს, როდესაც ვალუტა, ქვეყნის ეროვნული ვალუტა უფასურდება და მის მიზეზი არის ფუნდამენტური ფაქტორები, სოფლიოში მიმდინარე პროცესები, ქვეყნის ცენტრალურ ბანკს შეუძლია ინტერვენციებით მხოლოდ გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეაჩეროს, ასე ვთქვათ, ის პროცესი, მაგრამ საბოლოო ჯამში ამ, ასე ვთქვათ, ომში მაინც საგებული დარჩება და საერთაშორისო სავალუტო რეზერვებსაც დააცარიელებს. აქედან გამომდინარე, აუცილებელი არის ამ ეტაპზე სწორიდან მიზანმიმართული გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის გატარება, რაც სამწუხაროდ არ ხერხდება ერთ და ორ თვეში, ეს არის გრძელვადიანი პროცესი და მთავრობა ამ მიმართულებით ჩემი აზრით გარკვეულ ნაბიჯებს დგამს. მაგრამ ყველაზე სამწუხარო ამ შემთხვევაში ის არის, რომ ის დაზარალებული ადამიანები, რომლებსაც დოლარში აქვთ კრედიტები და რომლებსაც ამ ეტაპზე აქვთ ესაჭიროებათ დახმარება, ეს არის ბანკების პრეროგატივა, მათ უნდა გამოახდინონ სესხების რესტრუქტურიზაცია და დაახლოებით 5 ბანკი უკვე ახდენს სესხების რესტრუქტურიზაციას. ეს ცალკე თემა არის, მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, რა შეიძლება მოყოს სესხების რესტრუქტურიზაციას. მაგრამ მთავრობას რაც შეუძლია და მთავრობის როლი, ასე ვთქვათ, ლარის გაუფასურებაზე არის ერთადერთი რამ, უნდა გადავხედოთ ბოლო 3 თვის განმავლობაში ბიუჯეტის შესრულებას, რომელიც იყო პროფიციტული. აქედან გამომდინარე, საბიუჯეტო პროცესი ლარის გაუფასურებაზე არის ნულის დოლი. და კიდევ ერთი შეკითხვა, რამდენიმე თვის წინ თუ ცოტა ხნის წინ რომ მთავრობის წევრები პარლამენტში საკუთარი წარმოადგენს ერთ-ერთ განუსწავლად დაასახელეს საპრივატიზაციო ობიექტების დასვისება. 3 თვე გავიდა ამ პროცესიდან ზოგადად რაც გამოიტანეს ობიექტები გასაყიდად მათ შორის თვითონ ეკონომიკის სამინისტრო, მაგრამ სულ ამ დრომდე გაიყიდა 2 ობიექტი, ბათუმის ტაუერი და თბილისში თვალწვერის ნარკოლოგიური შენობა რა და დაინტერესება რომ არ არის, სადა რო ახდება გაყიდვა და უშუალოდ. იგივე ინვესტორების ბიზნეს ინვესტორების რითი ახსნან ფაქტორს ან ნაკლებად ხდება და უშუალოდ წარმოჩინება თავისუფლად ობიექტების რას აკეთებს ასე და მთავრობა რომ ვეხდება დროული პრივატიზება სხვადასხვა ობიექტებში. ძალიან ძნელია ამ შემთხვევაში ინვესტორის პოზიციიდან რაიმე განცხადების გაკეთება, ინვესტორის დაინტერესება ნებისმიერი სახის, ასე ვთქვათ, ქონების შესყიდვით, ან თვითონ ინვესტიციის განხორციელებით, მთელ რიგ პროცედურებთან არის დაკავშირებული თქვენ მოგეხსენებათ. ამ შემთხვევაში რატომ არ დაინტერესდნენ ორზე მეტი საპრივატიზაციო ობიექტი, ძალიან ძნელი იქნება ამის თქმა. ამაზე პასუხი მთავრობაში არ აქვს და მე როგორ უნდა გითხრათ? სამწუხაროდ ძნელია, აი კონკრეტულად საგნობრივად თქვა, რომ აი ამიტომ არ დაინტერესდნენ. შეიძლება არასტაბილური სიტუაცია იქ იმის გამოც, რომ რეგიონში არის, თქვათ, რთული ეკონომიკური მდგომარეობა. ჩვენი, ასე ვთქვათ, მეზობელი ქვეყნები ეკონომიკური ზრდის კუთხით, ასე ვთქვათ, ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან. ჩვენ რამოდენიმე პროცენტი მაინც გვაქვს ზრდა.